მაგალითად ხარ ბიჭი და ყავს შეყვარებული გოგო. იმისგან უნიკალურად და მხოლოდ უნდა იღებდე შექებას, მოტივაციას და ასე შემდეგ, კრიტიკას მინიმალურად. მე არ დამიდგენია, შემიძლია აუხსნა რატომ, შემიძლია ჰორმონალურ დონეზე აუხსნა რატომ, ამიტომაც მაგ დეტალებში არ შევალ, უბრალოდ თუ ვინმეს გონია რომ ეს მოუბოდე არა. მთელი ბეისისი არსებობს მაგისთვის. ხო, აი, გოგოსგან ეგ უნდა იყოს. მაქსიმალური მოტივაცია, რომელიც გიმაღლებს სოციალური დომინანტურობის შეგრძნებას, რომელიც შესაბამისად გიმაღლებს ტესტოსტერონს, რაც მნიშვნელოვანია. შესაბამისად კონკრეტული ადამიანი არის, ვისგანაც არ უნდა მიიღო რეალობის დანახვა, ეგ ბევრ სხვანაირად ესმის. მაგრამ, აი, როგორ თქვა, პრიორიტეტი უნდა იყოს მოტივაცია, კომპლიმენტი, შექება, აი ყველაფერი. კონკრეტული ადამიანისგან. ხო. და ნაკლები კორტიზოლი უნდა სპაიქდებოდეს შენში ეგეთი ადამიანისგან. რატომ? იმიტომ რომ თუ კორტიზოლი ხშირად დაგისპაიქდა, კორტიზოლი დაძლევს შემდეგ ურთიერთობაში ოქსიტოცინს და ადამიანი გადაგიყვარდება და ეგრეც ხდება. მეგობარს რაც შეეხება, ავიღოთ მეგობარი. მეგობრისგან ორივე უნდა იყოს. როგორ ეგ? კრიტიკა, რომელშიც არის მოტივაცია. ისეთი კრიტიკა არ უნდა წარუდგინო მეგობარს, რომელშიც ხო ხდები აი ზედმეტს თხოვ, რაღაცა ისეც, რაც მის, არ ვიცი, ძალებს აღემატება, ხო ხდები? არა, უნდა იყოს კრიტიკა ისეთ რამეზე, რისი გამოსწორებაც ადამიანს მარტივად შეუძლია და ცხადად. და ისეთი რამე უნდა იყოს, რაც გეუბნები, ვიმეორებ. ამაზე ადრეც ვისაუბრეთ. რაც არც ძალიან მარტივი არის და არც ძალიან რთული, იმიტომ რომ რამე ძალიან რთული თუ არის, მაგ დროს ადამიანში არ ტრიგერდება კონკრეტული მექანიზმები. იგივე ტესტოსტერონის მოთხოვნა არ იგზავნება friend request-ი, ხოლო რამე ძალიან მარტივი თუ არის, არც მაგ დროს, არამედ ისეთი უნდა იყოს, რაც გამოიწვევს, რაც დაარეკვესტებს კონკრეტულ პროცესებს, რაც არ არის basic თვითგადარჩენის ინსტინქტები. აი ეს არის იდეალური მოტივაცია. სადაც თან რეალობას დაანახებ ადამიანს, მაგრამ თან მოტივაციასაც მისცემ. მე როგორც წესი მეგობრებს არ ვაკრიტიკებ. არასდროს, თუ კი არ შემიძლია რომ ცხადად მივცე მოტივაცია, რომელიც იქნებოდა ისეთი აი ხელში რომ დაიჭერს, ესე რომ შეეხება რა, აი რომ ხედავს. და ზოგადად ძალიან კარგი რამე არის მეგობრებს რა უცხოებზეც ეგრე ვარ. კარგი არის რომ ადამიანებს მისცე მოტივაცია იმაზე, რაც კარგად გამოსდით. ის რაც შენთვის დასაფასებელი არის. არა სულით ზარმაც. ხო რა, იმიტომ რომ ადამიანს თუ კი სთავაზობ კრიტიკას, ეგ არაფერს არ ნიშნავს რა. თუ კი პროფესორობ ადამიანზე, ეგეც არაფერს არ ნიშნავს. კონკრეტული გზა უნდა დაანახო რა, ანუ თუ შენთვის ადამიანი ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია, ოდნავ რა. უნდა აი, რა ქვია იმას, roadmap-ი შესთავაზო. უბრალოდ არ უნდა გააკრიტიკო, უნდა დაანახო რაში არის კარგი და რამდენად კარგი შეიძლება რომ იყოს მაგაში, რამდენად მარტივად და შემდეგ რა უნდა გააკეთოს მაგისთვის. და ეს არ არის რაღაცა ძალიან რთული, მართლა დაფიქრება უნდა უბრალოდ და მოვა ეგრევე თავში. არ არის ეს რაღაცა ისეთი თეორიული და ზღაპრული და რამე და რომე.